როგორც ცნობილია, ენის წარმოშობის საკითხით ადამიანი შორეული წარსულიდან იყო დაინტერესებული, რაც დასტურდება გადმოცემებით, მითებითა და ლეგენდებით. ენათმეცნიერება თანამედროვე ენაში პირველყოფილი მეტყველების კვალს ვერ პოულობდა. ენათმეცნიერებმა იმედი გადაიწურეს და გამოაცხადეს, რომ ენის წარმოშობის საკითხის შესწავლა შეუძლებელია. ეს ბარიერი 1990-იან წლებში გაბედულად გაარღვიეს მამაშვილმა, მამანტი და ცირა ძაძამიებმა და წარმოადგინეს მეთოდოლოგია, რომლითაც ადვილად შეიძლება ენის წარმოშობის საკითხის შესწავლა. დღეს მამანტი და ცირა ძაძამიებმა ენათმეცნიერებაში გადატრიალება მოახდინეს. მათ ენის წარმოშობის საკითხისა და საერთოდ ენის ფენომენის შესწავლას მიუძღვნეს 3200-მდე ერთობლივი ნაშრომი. მათ შორის 10 მონოგრაფია, აქედან 1 7-ტომეული, 1 3-ტომეული და 1 20-ტომეული. 30 წლიანი მეცნიერული ნამუშევრების მიხედვით დამტკიცებულია, რომ მეგრული ენა დიდი ხნის ისტორიის მატარებელია. მამაშვილის მიერ გამოცემული ნაშრომები აღიარებენ და ენობრივი მასალებით ასაბუთებენ კიდეც, რომ ენის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ხმა ბაძვითობა. მეგრული ენის წარმოშობის საკითხებითა და ძაძამიების ოჯახის გაცნობით ბოლო პერიოდი ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ამ მიზნით როგორც ქართველები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად სტუმრობენ მათ ოჯახს. მამაშვილის უნიკალურ ნამუშევრებს გამოეხმაურა რუსეთის ენათმეცნიერების ინსტიტუტიც. სულ ცოტა ხნის წინ ძაძამიებმა მუშაობა დაასრულეს 20-ტომეულზე. მეგრული ენა, ენის წარმოშობისა და განვითარების ცოცხალი მატიანე. წარმოდგენილ მეგრულის ზმნურ ფუძეთა ლექსიკონში დაფიქსირებულია ამ ენის 1,460 მილიონზე მეტი სიტყვა. თანამედროვე მეგრულში მეტნაკლები სიხშირით ხმარებადია 500 მილიონი სიტყვა. ამავე შემადგენლობის თანაავტორობით დაწყებულია მუშაობა მეგრულ ქართული ლექსიკონის 1000-ტომეულზე. გასულ კვირას მამანტი ძაძამიამ შეხვედრა გამართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აიას წევრებთან, რომლებსაც ესაუბრა 20-ტომეულის მნიშვნელობაზე. ძაძამიების უნიკალური ნამუშევრების შესახებ ტელეკომპანია ჯიხას არაერთი სიუჟეტი თუ გადაცემა მოუმზადებია. ამჯერადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ეწვია აკადემიკოსთა ოჯახს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეცნიერ მკვლევართა გარკვეული ჯგუფის მიერ მამანტი ძაძამიას ოჯახთან ურთიერთთანამშრომლობის მიზნით დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აია, რომლის პრეზიდენტად არჩეულია 8 სხვადასხვა აკადემიის ნამდვილი წევრი, 5 უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი მამანტი ძაძამია. ვიცე-პრეზიდენტებად კი არჩეულნი არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კლიმენტი შელია და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ცირა ძაძამია. აკადემია აიას ადგილსამყოფელია მამანტი ძაძამიას სახლი. აღსანიშნავია ისიც, რომ მაისის თვეში საიუბილეოდ გამოიცა მამანტი ძაძამიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ კრებული, სახელწოდებით სიცოცხლეშივე უკვდავებად და ლეგენდად ქცეული, რომლის ავტორია მამანტის ვაჟიშვილი ბესარიონ ძაძამია. რა არის ახლა მთავარი? ყველაზე მთავარი თუ გნებავთ აღმოჩნდა ის, რომ ყველა საგრამატიკო საშუალება არის, როგორც გითხარით, უბგერისეული წარმომავლობის. როგორ ხდება? უბგერას ახასიათებს სწრაფვა გახმოვანებისაკენ, გასრულ ხმოვნებისაკენ. უთი უჩვენებს ყრომონჯი საკუთარ თავსაც, სასუბიექტო ნიშანიც არის და საობიექტოც სხვასაც, მაგრამ გადაზრდილი უკვე აგერ ახლოს ყოფი საგანი. იქ ყოფი საგანი. და ასე უკუქცევის ნიშანი და დასტურებით მოვიდა და ესე იგი თამათ თავიანთი ფუნქციები დაიმსახურეს. მაგრამ აი იქ უკვე კრკრისგან გვაქვს კარკალი. სულ სხვა სიტყვა ვიდრე კერკელი. შეცვლამ გამოიწვია სულ ესე იგი ფორმობრივმა ცვლილებამ განაპირობა შინაარსობრივია კერკელი, კირკილი, კრკილი, კორკოლი, კურკული, სხვადასხვა კარკანტი, როცა ანტ მოითხოვა. კარკანტი, იგივე კერძისგანაა. კარკანტი შეიძლება თქვას, მე ენათმეცნიერმა ხა არ დაგვიჯეროს ერთი მომენტი ვიდრე ღრმად არ ჩავა. აქამდე რომ კარკანტი რატო არისო, მაგრამ კრკზირია, ძირი არის სიტყვის ის, რომელიც არ იცვლება.
კარკსგან კარკანტის გვაქვს, კარკალიც გვაქვს, კარკ ასიც გვაქვს და ასე შემდგომ და კარკანტი მარტო კი არ გვაქვს, წარკანტი გვაქვს და ჭარკანტი და სხვა და ან სხვაგანაც გამოიყო. მასწავლებელი ის სუფიქსია, სუფიქსად იქცა რატომ და როგორ წარმოიშვა და როგორ იქცა ყველაფერს რა თქმა უნდა როგორც თავიდან გითხარით. აქ არ შეიძლება ამაზე ჩვენს ნაშრომებში უნდა ეძიოს ესე იგი დაინტერესებულმა პირმა. მაგრამ რა მოვიდა ესე იგი? თანამედროვე რა დასკვნამდე მივედით. თანამედროვე ენა ეს არის თავდაპირველი, ანუ პირველყოფილი ხმაბაძვითი თანხმოვნური ფორმებისა და უბგერის ფონეტიკური ვარიანტებისაგან შედგენილი პირობითი ნიშნების სისტემა. ადრე ამბობდნენ მეცნიერები და დღემდეც ასე ამბობენ, ვინც ჩვენი ნაშრომი ჯერაც არ იცის, რომ აფიქსები არის ადრე ცალკე სიტყვებად არსებული ფორმები და მიეწება და ამიტომ აგლუტინაციური ენასწორები ეძახიან. ენას ეძახიან ქართველურ ენას ვთქვათ, ფლექსიბულისგან განსხვავებით და სხვა, ინკორპორაციულისგან, ძირისეული, ჩინური, ვიეტნამური რომ არის და სხვა. აი ამათგან განსხვავებით რომ ტიპოლოგიურად ტიპოლოგიად იყოფა 5554 ენა, რაც დედამიწის ზურგს აქვს 4 ტიპოლოგიურ იმად იყოფა და მე და ცირა რა თქმა უნდა ყველა ამ ენას ხომ არ იცნობ, მაგრამ ტიპოლოგიური თვალსაზრისით მიხედვით ნებისმიერ ენის მიმართ შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ. რა არის გასწარმოადგენს და რასთან გვაქვს აქ. ხო და აი თქვენ წავიდა, მაგრამ დავიწროება კი ისა გაშლა კი ახასიათებს, მაგრამ უბგერისეული წარმომავლობის ამ ხმოვან ბგერებს ამავე დროს ბოლოში დავიწროება ახასიათებს და თანხმოვანს იახლებენ. აი კარკალი, კარკარი უნდა ქონოდა. ორი იმიტომ არ არის რომ ორ ძლიერ თანხმოვანს ვერ იგუებს მეტყველება და უფრო ეს რო გახდეს ხისტი არ იყოს, ამიტომ ერთი შერბილება მოახდინა. და ლაბიალიზაცია ესე იგი. და კარკალი, კარკანტი როცა გაჩნდა, უკვე კარკანტი სხვა სიტყვა და კერკენტი. კერკეტი. მაგარი ძალიან. კირკინტი აგერ უკვე სულ სხვა ამბავია. ესე იგი რა ქვია, წანაზარდი ღორის ან თხის კისერზე კირკინტი რო ეძახით. კორკონტი საგველა სიმინდის ან კენწერო ზოგადად. კურკუნტი ცმუკვა რაღაცნაირი თავისებური. სულ სხვადასხვა სახელი. ესე იგი აი თვითონ ბზსგან მიღებული, წარმოიდგინეთ. ბიზალი, სხვილი და გაბერილი, არა? მაგრამ ბეზერია, სხვილი გაბერილი, მაგრამ მოგზო. ბოზორია, მოფართე, მომრგვალო, ბიზალი. მაგრამ ბუზურია, ბუხურია, ბუთქურია, აი ასე და სულ მრგვალი სიმრგვალეში მოყვანილი ბიზალი. აი როგორ სulis ფორმობრივი სულილება ენაში და როგორ იქნება ერთი ძირისაგან სხვადასხვა სახის სიტყვა და აი როგორ შევძელით ჩვენ ახლა გავხსნი ამ საიდუმლოებას. როგორ შევძელით ჩვენ თანამედროვე მეგრულში ბატონებო და ქალბატონებო საბოლოოდ ჩვენ დავადგინეთ მართალია 7-მეულში იყო ნაკლები რაოდენობა გამოცხადებული 102 მილიონი სიტყვა. მაგრამ პრაქტიკულად იქაც ჩვენ მოხმობილი გვაქვს და იკითხება 300 მილიონამდე სიტყვა. არ თქვით, რატომ თავზე მეხის გავარდნა და დაცემას ნიშნავდა ზოგიერთი ენათმეცნიერისთვის მეგრულ ენაში, თუნდაც 2 მილიონი სიტყვა რომ არისო, თავიდან რომ განვაცხადეთ 3 მილიონი უფრო სწორად. არაფრით ეს არ უნდოდა. მეორე წიგნში გავბედეთ და 5 მილიონი განვაცხადეთ. ახლა ის 3 მილიონი დავიწყდა და 5-ზე უკვე გაჩნდა კამათი. მესამე წიგნში 10 მილიონი და შესაძლოა მეტი. ხელთ გაგვაჩნდა 17 მილიონი. გადავმალეთ 7 მილიონი. შევინახეთ უკვე მოძიებულ ფორმებში. ყველა ხო არ ქონდა მაშინაც მოძიებული. და არ თქვით, იმიტომ რომ დოკუმენტს ვერ დებდით. წიგნად ვერ გამოვცემდით. ჯერ კიდევ მას როგორც ასეც ლექსიკონის სახით. ამიტომ არ დაიჯერებდნენ და ჯერ ისედაც რო უთხრა ზოგიერთ ენათმეცნიერს ეს ასეა. კი პასუხებს, აი ეს კავკასიონიაო რო უთხრათ. არა კაცო, ეს არის TV ზვინი, თანაც ისე დამპალი TV-სა რომ ერთი შხაპუნა წვიმა მზა საკმარისი იმისათვის რომ ეს ოკეანესა და იმაში ზღვაში შთანთქასო. ამას გეტყვის და მოდი ახლა ტაშის დამპელის რომ გამოუჩნდება, შენ ვერ დამტკიცებ და რა სიზარ იქნება.
ვიღაცა კი მიხვდება ჩვენი. კლადის არ არის ქვეყანა. წაქცეული, მაგრამ მანამდე შეიძლება შენ კისერი მოკტახონ. და ამას ყველაფერს სიფრთხილე უნდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა კი სიფრთხილე შევეხეთ. სოფლიო ენათმეცნიერება ამტკიცებს ვერასოდეს ვერ გავიგებთ ენის წარმოშობის საფუძვლებს. ქართული ენათმეცნიერება გიგერა არ არის პირველად როგორ ეს საიდან მოგაქვს? ჩემო ბატონო, ვის გინდა ებრძოლო? ამას, იმას თუ იმას. ესე იგი, გიწევს ბრძოლა, მაპატიეთ, მაგრამ მაპატიონ ენათმეცნიერებმა. ვისაც ეს ეხება. გიწევს ბრძოლა ენათმეცნიერთან ყველანაირი ტიტულით შემკობილთან, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, თავის დროზე გააჩალიჩა ყველაფერი ეს. ხო და მე არც კი მიუხედავს ენათმეცნიერებისთვის, არაფერი ახლა მამან ძაძამიას და სირა ძაძამიას აგერ დაგიდგება რეცენზენტად. არ არისო ასე, შეიძლება და მეეჭვებაო, ვერ დაგეთანხმებიო და იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ამას ჩვენ არ ვეთანხმებით მათ ასეთებს. ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმებით, რომ ჭეშმარიტება, როგორც გითხარით, არის აბსოლუტური რეალობის წარმოჩენა და არა ის თავი ბოდიში და გაიბითურო თუ აი უშნო სიტყვა წამომსა არ ვიცი საიდან მოვიტანე ეს ლექსიკონში მქონია საერთოდ და იმიტომ ხო ჩემო ბატონო და თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს გადავლახეთ ჩვენ ეს ბარიერი კუკური პიპია დღეს არაერთხელ ამბობს თავის წერილებში გაზეთებში აბა ტაშის გრერით ხარ შეხვდებოდნენ მამადი და ცერა ძაძამიებს სოფლიო ენათმეცნიერები და განსაკუთრებით ქართული ენათმეცნიერებიო იმის გამო რომ მან მაკულატურად უქცია მათ თელი თავიანთი ნამუშევარი და ნაშრომი და ნაღვაწი და წიგნებიო თავიანთი წიგნებიო და ამიტომ თლად ასეც არ არის აბა რო არ ყოფილიყო მე ახლა გადავერთე სხვა რამეში ასე რო არ ყოფილიყო მამადი ძაძამია რომელიც სპეციალობით გითხარით აგრონომი და ეკონომისტია აბსოლუტურად არაფერი არ შეხება ამ თვალსაზრისით ენათმეცნიერებასთან აქვს 7 მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ანუ აკადემიკოსი ვარ. მათ შორის ერთ-ერთის აკადემია აიას პრეზიდენტი მქვია. ხო ჩემო ბატონო. 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. ხო და ცირა ასაკის გამო მოხდა, თორემ ასე ერთაერად ვიქნებოდა ალბათ ან შეიძლება მეტიც 5 აკადემიის აკადემიკოსია და 2 უნივერსიტეტის პროფესორია. ხო და ასეთ პირობებში მოხდა ის რომ ესე იგი რანაირად შევისწავლეთ ყველა სიტყვის ეტიმოლოგია. აღმოჩნდა რომ თანამედროვე მეგრულში შემონახულია 500-მდე თანხმოვნური ძირი, აი ისეთი ჯროჯრო, კრკ, ზგრტ, ცხუნტ, გ, ყ, ყ, ხო? და ასე შემდგომ. 500-მდე და ამათი გახმოვანებული ფორმები კიდევ 1/13 ადგენს რაც სიტყვები გვაქვს იმისას. ხო და სულ აღმოჩნდა 6652 ძირი თანხმოვნური და ამაზეა დამყარებული მეგრულის დღეისათვის უკვე ჩვენს მიერ საბოლოოდ მოძიებული 1,407 მილიონამდე სიტყვა. პოტენციურად შესაძლებელი ფორმები თურთ. და ისევ ძველ ხერხს მიუმართავთ, არ გვინდა სრულად მისი ისა, თანაც ვერავინ ვერ დაიჩერებს აქედან ნამდვილია დღეს ნამდვილად გამოყენებადი. ხმარებადი, ან რამდენი შეიძლება ვიხმაროთ. ამიტომ მოგზაურებულ სიტყვს ვასახელებთ და ვამბობთ, რომ აქედან ამ 1,407 მილიონი სიტყვიდან თანამედროვე მეგრულში ხმარებადია, ან შეიძლება იხმარებოდეს 500 მილიონი სიტყვა. აი ეს სწავლა იმ 20 მეულში, რომელსაც ჯერ კომპიუტერული ვერსიის სახით და რომელიც პრაქტიკულად შევყვენით. აქედან მერე ბატონებო აქედან მერე შეიძლება დაიწეროს აი ამდენი წიგნი 16670 ტომი შედგეს ამ იქიდან მარტო ის ამოიღოს მაგრამ ვინ გააკეთოს ეს უნდა გააკეთოს ჩემმა თქვენმა სხვების შვილებმა შვილიშვილებმა შვილთა შვილებმა აბა როგორ შეიძლება ჩვენ ამის ჩამოწერაში მე აქ ჩემი ოჯახის წევრები რომ მოვლენ მაშინ შევია მაგაზე თქვა და
ვაჩვენო კიდეც, ესე იგი რომ ასეა. ხო, ერთ მომენტი 5 წუთი მოვხმოთ აქ. ხო, ჩემო ბატონო და თქვენ წარმოიდგინეთ. ერთიც წიგნიც რომ შეადგინოს კაცმა ასეთი. ჩვენ უკვე დავიწყეთ ერთტომეული ამ წლის ბოლომდე გვინდა გამოუშვათ იმ მრავალ 1000 ტომეულისა, არა 1000 ტომეულისა, არამედ მრავალ 1000 ტომეულისა, რომელიც აი იმ 20 ტომეულიდან უნდა შედგეს. როგორ შედგება ის? იმიტომ რომ აი დავუშვათ აქ პირველი ტომში, ამაში იმას ვერ ვიყო. რომ არის ერთი, ეს არის ზმნურ-ფუძეთა ლექსიკონის სახით დავწერეთ ჩვენ ზმნები. სიტყვის ძირი, მერე ტირე, პირველი აფიქსი, რომელიც ანბანთრიგის მიხედვით შეიძლება დაერთოს, მაგალითად კრკ, მაგრამ კარკ. 10 რო გახმოვან და კარკა. ამივუწერეთ. ნაკარკა, ხო გვაქვს სიტყვა. ამიტომ კარკა, მაგრამ კარკალ. იკარკალ, მიკარკალ, წმიკარკალ, კარკწკმა ხოლო, კარკსთანაც, გეკარკ, წმოკარკალ, ეკარკ. ესე იგი ზმისწინები ყველა მიდის. მაგრამ ვაკარკ, ვეგეკარკ და ასე შემდგომ სხვები და თუ კი ერთზე ოკარკაია, კარკაია გვაქვს, სადაც გვაქვს. ერთი სიტყვის მეტი არ არის. ეს ფუძისეული ფორმა ერთ სიტყვაზე მეც არ გვაძლევს, მაგრამ სხვაგან გვაძლევს სამაგიეროდ 1200, 1500 და ასე შემდგომ და საშუალოდ ყოველ სუფიქსთან 573 სიტყვა იკითხება. ამიტომ ერთ გვერდზე ჩვენი ამ 20 ტომეულისა იკითხება 200,600-ზე მეტი სიტყვა. ისე ორჯერ მეტი იმისა, რაც საერთოდ გაქვს ქართულის 8 ტომეულში განმარტებით ლექსიკონში და რუსულის ანალოგიურ განმარტებით ლექსიკონში მთლიანად ენაში წარმოდგენილი სიტყვების რაოდენობა იმაზე მეტი ერთ გვერდზე არის დაფიქსირებული. ამის ამოკითხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ოღონდ ამის წესიც ჩვენ ქართული გვაქვს თან, წინა ეს უსწრებს, მაგალითები მოცემული ერთი რზე გითხარით 401 გვერდი უჭირავს. თეთრი წიგნი არა, მაგრამ სხვა მაგალითები გვაქვს და ერთ წიგნზე მეტი მაინც მაგალითებს მიაქვს იმის მიხედვით. ახლა კიდევ რა თქმა უნდა დავთავ და ცალკე კიდევ ერთ წიგნს როგორ დაიწეროს და ვინც თუნდაც ერთ ტომში ადგენს ამის მერე აი იმას ჩვენ შევპირდით რომ მიგიღებთ ჩვენს აკადემიაში. წევრად მამანტი ძაძამია და ცირა ძაძამია და კლიმენტი შელია სხვათა შორის მე თუ ვარ დავუშვათ პრეზიდენტი არ მინდოდა. კი, მე შევქმნია სამის დროს, მაგრამ კლიმენტის შევთავაზე უფრო ადრე სულ თავდაპირველად შევთავაზე ზუგდიდში ერთად მუშაობდით, რა ქვიან, ფილოლოგი იყო და ამ თვალსაზრისით ჩაამათი რედაქტორი არის მუდმივად, ის რა ქვიან, ტიტე მოსია. თავი მოიკლა, მამანტი შენი გაკეთებულია, როგორ შეიძლება ხო ჩემო ბატონო შენ დაიყო და ასე შემდგომ. კლიმენტის შევთავაზე არა, მაშინ ვიცე-პრეზიდენტი თუ გინდა პაჟავსა ვიყო და დაგთანხმდა. აი, ამას წინათ შემოვიდა ასეთი წინადადებით, რომ მამანტი, მე მოხუცი ვარ. დღეს ხვალ იქნები, არ იქნები კაცმარიცის. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარო, მაინც მითხრა 20 წლით უფროსი ვარ შენზეო და მე რომ მასზე უარესად ვარ ფიზიკურად, ამას რა თქმა უნდა არ გაუსვამდა ხაზს. ხო და ცირა გავუშვათო, ახლა მე ვაყენებ წინადადებას, რომ ვიცე-პრეზიდენტად რომ გააგრძელოს შენ შემდგომ. ცირა და ჩვენი ოჯახის წევრები თუ არ გავაგრძელებთ, მას სხვა გააგრძელებს მეთქი, რა მოხდა მეთქი და მაგრამ მისი წინადადებით ეს მან დარეკა ყველა ჩვენს წევრთან, მე არ გავაკეთე მაინც, ხო და აი ორი ვიცე-პრეზიდენტი ჩვენ გვყავს იმის და ამის, ესე იგი კლიმენტი შელიას და ცირას სახით. ჩვენ წარმავალები ცირა გვერდთმაქნას იყოს მომავალი თავისი მუშაობის მონაცემებით შემდგომშიც. და ხო და აი ეს პატარა წიგნი, აპატიეთ ბოდიში, აი ეს ჩემი შვილი ბესარიონი არის ამის ავტორი. მას აწერია ცოტა მყირალა სახელწოდება სიცოცხლეშივე უკვდავებად და ლეგენდად ქცეული, მაგრამ
ეს მომდინარეობს საიდან იცით? როცა შვიდტომეულის პრეზენტაცია ჩაატარა ერთობლივად 4 აკადემიამ, საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ, ეროვნული და სოციალური ურთიერთობების აკადემიამ, ფაზისის ეროვნულმა აკადემიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიამ ამ წიგნების გამომცემლობა ინოვაციასთან ერთად 300-ზე მეტი აკადემიკოსი ესწრებოდა დაახლოებით. აგერ ჩვენი დარეჯანი იმის მონაწილე იყო და აი არის მოწამე როგორ პრაქტიკულად ის ღონისძიება იქცა ტაშფანდურად წავით და რატომ პირველმავე გამომსვლელმა გამომცემლობის რედაქტორმა საულ ნაჭყებია თქვა ერთმა ენათმეცნიერმა მითხრაო ძალიან მინდა ამის რეცენზია დავწერო მაგრამ ეს მინდა მეგრული საქმეა და ამიტომ თავი უნდა შევიკავო გამოვარდა წერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ მიშველაძე და თქვა რა მესმის კაცო ადამიანმა და მისმა ბრიგადამ აი ეს სასწაული მოახდინა ასეთ საქმე გააკეთა შენ ენათმეცნიერს რომ ეძახი შენ სწავს თანაც მამალ ენათმეცნიერს სიტყვა სიტყვით მახსოვს შეყუჟულ ხარ შენს ვიწრო კაბინეტში ენათმეცნიერება ისა იქნება იქი თუ აკადემიისა როგორ აძლევს შენს თავს უფლებას რომ ასე თქვა ასეთ ფაქტს რას უშვები კაცო არ აქვს ცხენია კაცო და ესე იგი მთელი ამბავი დაატრიალა გამოვიდა შემდგომში გიზო ჭელიძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნუ ერთ-ერთ ამ მის შემდეგ სხვათა შორის ის იყო ჩემი ამ ნაშრომის პრეზენტაციის მოხსენებელი იყო თანაც კი ჩემი მოხსენება მოისმინეს ის მაგრამ ის იყო მოხსენებელი ოფიციალური იყო დავუშვათ სხვა რომ უნდა ყოფილიყო იმ კუთხით ხო ჩემ ბატონო და ეს კაცი გალანძღული მყავს ფაქტიურად ახლა ქვა სხვა არ ვესწროდი მაგრამ ერთგან ძალიან ჩამოყალიბებული აქვს რომ მეგრული იყო კი კირკე აიეტი მეგრულად კონხურად დაპარაკობდნენ და ეს უწერია და ბოლოს მეგრული ენა არ არის არ არსებობს წერს განა ამაზე მე აქ ძალიან კაცრად ბოლო თქმაში სხვათა შორის ბოლო თქმების სახით და სხვათა სახით ან საგაზეთო პუბლიკაციებს ვაკეთებ ცირა არასოდეს არ არის ჩემ თამკლებ ყოველთვის ვეთიშებით ერთმანეთს ქართული ყდემამოსილება კოლხური ავალებს მას არ უყიროს არავის არ თვას არავის თუნდაც პასუხი ის რაც მაინც და მაინც ეკუთვნის და მე ვარ აგერ მამაკაცი და მე გავცემ პასუხს თქვა და ავი თუ კარგი ჩემგან ამოვიდეს ჩემ პირიდან როცა ამის აუცილებლობაა თუ არა ვისუხარია ხო ჩემო ბატონო ანუ როცა ტყუის კაცი აშკარად ტყუის განა არ ტყუია ტყუია და მე ბუნებით ვარ ისეთი კაცი თუ ერთ ტყუილში გამოვიჭერე კაცი მე არაფერი არ მინდა ტყუილი იმიტომ რომ ვიცი დარწმუნებული ის ვინც ტყუილს იკადრებს ყველაფერს იკადრებს და ამიტომ არ არის ეს ჩემთან არ დამჭირვებია ორჯერ დამჭირდა ჩემს სიცოცხლეში ტყუილი ერთხელ მეზობლის კაცი გარდაიცვალა და ოჯახის წევრები სხვაგან იყვნენ და არ უთხრა რომ გარდაცვლილია და ესე რამდენადაც მოიტყვია აქო მითხრა შვილმა სკოლის დირექტორმა და მოიტყვია იმიდან გრიგოლიშიდან ხო და მაშინ რომ მითხრა იმ კაცმა ეს ბესას ზაზამია შვილია და დედა და შვილი იყვნენ იქ 106 წლის კაცი იყო გარდაცვლილი ხო და არ არის გარდაცვლილი ხიბარი ნუსუხარ ხანშურავ ასე ერქვა იმას შვილს თორემ ეს კაცი ბესარიონის შვილი არ გაიცინებდაო ტყუილს არ ჯერეთი ტყუილს არ იკადრებდა და მეორე არ გაიცინებდაო და ახლაც მსხვენია მგონია მაშინ რომ აგეცინა შეფატლული და აგერ ფუტკარაძე დგას სულ სხვაზე გადავერთი ახლა მე ხო დგას და გვიმტკიცებს რომ მეგრული ენა არ არის სხვათა შორის ენაზე მე მოყვები მერე მაგრამ ენა არის თუ მაპატიეთ ენა კი არა ადამიანი ეს არის მოაზროვნე გონიერი ნილება არსება რა მოაზროვნე მეტყველი და გონიერი არსება
მეტყველი, მოაზროვნე და გონიერი არსება. ასეა ჩაწერილი თანმიმდევრობით. მე მას დავამატებდი. ადამიანი არის მეტყველი, მოაზროვნე, გონიერი და ზნეობრივი არსება, რომელსაც გაწითლება შეუძლია. აი, ვისაც ეს არ შეუძლია. იმიტომ რომ სასიცილო საქმე ვის არ დაგმართია, ბოლო-ბოლო რა ავიღოთ. მაგრამ გაციცით ხონდა გაკვრა სიცილე, მაგრამ ვის არ მოხსნია შეცდომა. არ მოგვივა მომავალში, ვინ არის ამაზე ის საკაცო. მაგრამ შენ სპეციალურად რომ შენ იტყვიები და იტყვიები დღე და ხამე. და მე უნდა მოგისმინო რაც. როგორ შეიძლება ეს და უსმენს ამას ამ ერთ წება 4 თუ 5 ენათმეცნიერს კვაზი მეცნიერებს ვეძახი მე მათ. ფუტკარაძის თამადობი. ამაზე ბოლოს კი გამოყვე დროს თუ მომეცემა საშუალება კიდე. ხო, გიზოჭელიძე რო გამოვიდა მე არ უნდა გამომრჩეს ეს. და კაცი მიწერია აქ ამ შიტომელში შეიძლება ასეთი ულოგიკობა. მეტი თქვი და გავიმეორებ ფასხვარ დავარტყამდი. ულოგიკო დავარქი კაც მეცნიერს პროფესორს აკადემიკოს. მის და ნაზრებს ულოგიკობა დავარქი ამ ფაქტთან და სხვა არ ვეხებოდი. გამოვიდა ეს კაცი და აი ასე დაიწყო პირდაპირ. მივდივარ ქუჩაში და მიხარია. რა მიხარია? შემხთავო კაცი და მითხრა რა გიხარია კაცო? მიხარია ის რომ თურმე მიხარია ის რომ გამოვიდა აი ეს შვიტომელი. მე ბოლომდე წაიკითხე მაგიო შემეკითხავ ის კაციო. ჩაკირკი მილავებით წავიკითხე მაგრამ ყველაფერი მართალია ესე ისიც რომ მე რაც იქ თვითონ შემომელანძღასავით. აი ისიც მართალია. აღიარა კაცია, კაცობა. ამაშია კაცობა. შეცდომა შეიძლება დაუშვა, მაგრამ აღიარო უნდა. ღმერთიც პატიობს ხოლმე როცა ადამიანი შეცდომას აღიარებს. ხო ჩემო ბატონო. იმის გამოდის მე და არა იმისგან იქ სიტყვა რომ მომცა აი ძალიან დიდი მადლობა რომ დამეხმარა. ამას მოვაყოლე თქვენად. ამას მოვაყოლე. იქ სიტყვა რომ მომცა პირველად გახსნა სხდომა იმან აი ეს გაერთიანებული სხდომა გახსნა სამეცნიერო სესია ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა დღეს უკვე პრეზიდენტია ნუგზარ ნადარაია და სიტყვა ასეთერად მომცა. ახლა სიტყვა მივცეთ ცოტა შესავალი თქვა და მე სიცოცხლეშივე უკვდავებად და ლეგენდად ქცეულს ბატონ მამანტი ზაზემიასო და ეს ავიტაცე მე აბარას ვიზამდი და ჩემმა შვილმა და აგერ წავაწერეთ ამ წიგს. ხო ჩემო ბატონო. სხვათა შორის იქ აი ასეთი შეფასებები გამოითქვა. სოფლიო მნიშვნელობის ნაშრომი, უნიკალური ნაშრომი, უებრო ნაშრომი, წმინდა ქართული საქმე, დიდი ქართული საქმე, ფანტასტიკურიც და საკვირველიც. ზეტიტანური ნაშრომი, ტიტანური ნაშრომი. აი სულ ასეთი დახასიათება. სულ ასეთი 35 კაცი გამოვიდა. ჩემი გამოსვლის შემდგომ ამ მომენტში უკვე მიყავდა 14 აკადემიის წევრი გახლავთ. სხვადასხვა აკადემიისა საქართველოსიდან საზღვარგარეთ ბატონი ვაჟა ეგრისელი, რა ქვიან კინესის წიგნის ლავრეატი ამავე დროს 1000-ობით 20,000-მდე ლექსი აქვს. ხო ჩემო ბატონო, აი ამას მიყავდა და განაცხადა უცბად ახლა მივულოცოთ ბატონ მამანტი ზაზემიას დაბადების დღეო. კი ვიცოდი მე რომ დაბადების დღე იყო, მაგრამ ამათ თუ იცოდნენ, ეს არ იცოდი, მაგრამ არ ხო იყო ბიოგრაფია. აი აქედან და თურმე სპეციალურად წინასწარ მოუწევიათ მომღერლები. აბა ჩოხოსნებო და გამოვიდნენ ესენი ტრიბუნასთან მივიდნენ და მრავალჟამიერი დააგუგუნეს. მერე ცირა ჩვენ ისა და ცირა იმღერეს ხნის მერე ისევ გამოვიდნენ. აბა ისევ ერთი კიდევ დარბას ჩოხოსნებო და წინ წყარო მგონი. ასე ქვია რა კიდევ ერთ სიმღერას ხო ჩემო ბატონო ესეც და ბოლოს ვაიშურის საყვარელით ალბათ ესეც სიმბოლური იყო დაამთავრეს ის ღონისძიება ხო ჩემო ბატონო და ახლა მე შევეხე ტარიო ფუტკარაძეს აქ და ბოლომდე მინდა მე რო დავუმალო ჩვენ რო დავუმალო თვითონ არ მალავს და აქვს კი აზრი ამას. ტარიელ ფუტკარაძეს ყავს რამოდენიმე თანამზრახველი. ამ ფსონებს ვეძახი მე მათ და ეძახიან სხვებიც. რომლებისგანაც მხარდაჭერა იპოვა. მათ შორის მეგრელთ მოძული მეგრულენოვანი
ორიოდე ადამიანი ენათმეცნიერი რომელთაც აუბეს მხარი და მაპატიოს უფალმა მაგრამ შექმნეს ბუნაგი საპატრიარქოში მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის თანკაცობით და დაიწყეს ჭორაობა და ლანძღვა გინება ნებისმიერი ენათმეცნიერისა ვინც მეგრულს ენას როგორც ასეთი მოიხსენიებს და პიროვნებისა გასაოცარი ლანძღვა გინება რატო აკეთებენ მიუხვდით იმიტომ რომ აი როგორც კი ევროსაბჭოს კონვენცია უნდა მიიღო საქართველოს მთავრობას რატიფიკაცია რომ უნდა მოეხდინა მისი მაშინ განსაკუთრებით აღკვედნენ და მანამდეც მე მიხედვილი ვიყავი რაშიც იყო საქმე აი 10,000 კაცის შემადგენლობით შეკრება რომ შედგა სახალხო მოძრაობა სამეგრელოსი სენაკში 2002 წლის ივლისში ის მართალია მეორე ყრილობა იყო და უნდა მოწვეულიყო მაშინ თუ ცოტა უფრო მოგვიანებით მაგრამ ჩემი ინიციატივით დაჩქარდა მისი მოწვევა და ერთ-ერთი მოხსენებელი მე ვიყავი და ის იმ 10,000 კაციან ორგანიზაციას იმას შემადგენლობის ორგანიზაციას მე გავუკეთე ორგანიზაცია ყოველდღიურად რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხაკაიაში მისვლით იქ სამეგრელოს ზონის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწვევით და ერთობლივად ესე იგი დავთქვით რა გავუკეთებია ისეთ პერიოდი იყო სასწაულებრივი ხომ გადავიტანეთ ჩვენ რა დასამალია ქვეყნის პირველმა განაცხადა ამ მეგრელებს მე ჩემი ხელით დავსერავ დანით და ჭრილობაში მარილს შავყრი შევარდნაძის სიტყვებია არაერთხელ მოვისმინეთ ყურით ხომ მეორე მისმა მოადგილემ მეორე პირმა ჯაბა იოსელიანმა უფრო დააკონკრეტა და განაცხადა ამ მეგრელებს რა უყოთ აი ესენი უნდა დამოვხოცოთ და მათ ადგილას სხვა უნდა დავასახოთ ვერ გააკეთეს შეიძლება სიტყვას ათქმევინეთ შეიძლება დასაშინებლადაც თქვეს მაგრამ ჰიტლერს რომ არ უთქვია ისეთი რამ მოაგონებინათ მაინც ესე კი მოინდომეს კი მოინდომეს ის კი მოინდომეს ხუზის დალაშქრა რომ მოხდა აი მაშინ ის ღონისძიება რო ჩავატარეთ მე გაზეთის სპეციალური ფარტაზის სამრეკლო პირველი ნომერი გამოვეცით გიორგი ჭანტური იმას სიჭინავას თავკაცო რედაქტორობი ხოჩემო ბატონი და დაუგმეთ ეს მოქმედება რომ მეგრული და სხვა ენები არ არის არც ერთი კაცი არ გამომეხმიანა არც სამეგრელოდან არც საქართველოდან მაგრამ ისინი მიყვიჩდნენ მაგრამ რომ არავინ არ გამომეხმიანა და რომ არავინ ხარი არ დამიჭირა და გაისუსა ყველა უკვე ისევ თები გაშალეს და მიუხედავად იმისა რომ შარშანწინ თვითონ ენათმეცნიერების ინსტიტუტმა როგორც იქნა ესენი მიწასთან გაასწორეს ეჯერ არ მინდა გაასწორეს მიწასთან მთელი კრებული გამოსცეს რატო ხო ჩემო ბატონო უწოდეს პროვოკატორი კვაზი მეცნიერები ანტიმეცნიერული საშიში ესე იგი თეორიულად საშიში სამთა თეორია ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ჩასვეს ქვეყნისათვის და მაინც არ ჩერდებიან ჩემი რამდენი წერილი აქ ამაში ბოლო თქვა ბოლოს მუხარაც ამას ნიშნავს ალბათ უთხარად გიჩივლოთ ბოლოს და ბოლოს აი თუნდაც მარტო ჩვენ არაფერი გითხრათ ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ აი რაც არის დადებული ამითი ჩვენ სასამართლოზე თქვენ დაგაყენებთ და დაგიმტკიცებთ რომ ხარ თქვენ მეგრელთ მოძულენი მარტო კი არა ენათმოძულე მარტო კი არა ფაშისტი ჩვენ გვაბრალებთ რა ქვიან სეპარატიზმს ვიგონებთ მეგრელებს რაც არასოდეს არავისგან არსმენია არავის არც ერთ მეგრელს არასოდეს უთქვამს რომ საქართველოსგან დამოუკიდებელი იყოს სამეგრელო მაგრამ გინდათ ესო და გვაბრალებენ და მტკიცება ხომ გვინდა მე არაო რო პასუხობთ ესეც უკვე მათთვის საბუთია თურმე საბუთია ხო და ამიტომ და მე ვეუბნები კაცო 10 მილიონი კაცი არის მოსაუბრე მეგრულ სვანურ და ჭანურ ენაზე ლაზურ ენაზე თქვენ
ხომ კარგად იცით, სხვამ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ენათმეცნიერებმა ხომ კარგად იცით, რომ ენა გავს, ეს ენათმეცნიერებიდან არის, ამოღებული, წყაროებით ჩაწერილია. ენა გავს დიდ მდინარეს, დიდი ენა, დედა ენა. ისევე როგორც დიდი მდინარე ნაკადებით, ასევე ენა იკვებება მონათესავე ენების ლექსიკით და დიალექტების ლექსიკით. დაშრება და ისინი შრება დიდი მდინარე, დაშრება რა ესენი კვდება დიდი მდინარე. მისი განვითარება წლევ. აბა რამდენი მკვდარი ენაა? ახლა ლათინური გუშინ ენა იყო, გუში თითქმის მე-19 საუკუნეში მაგაზე დისერტაციები წერებოდა და ასე შემდეგ. ახლა შემორჩა მხოლოდ იმას რა ქვიან, აპტიაქს, ექიმების ენა, მორჩა და გათა. არც ერთი კათედრამის ზურგზე არ არის, მე ლათინერი ვარო რომ გითხრას. ლათინური ენა, ჩემი ენაო რო თქვას და იმიტომ ხო და აი ეს ხდება, ეს პროცესები ხდება, შენ გინდა ეს ენა მოსწო. რატომ? ზოგს მართლა მიაჩნია რომ ამითი იმას აკეთებს, ესე იგი მეგრელებმა თავი არ წამოყვან, არ დაისა და რაღაცა და ან მაგრამ უმეტესად ეს არის თავის გამოჩენა, სრულ პატრიოტიზმი, ფსევდოპატრიოტიზმი. და ამ თვალსაზრისით მიდიან და ხელისუფლებაში ყოველთვის ყველა დარგით ცოდნე კაცი ხო არ იქნება. და აი რა კი ენათმეცნიერები ამას ისახიან მართლა ყოფილა რაღაც საშიშროებაო. მე თუ ამას მით უმეტეს კვერს უკრავენ ისტორიკოსები, რომელთაც მიწასთან გაასწორეს კოლხეთის ისტორია. საერთოდ ამოიღეს ისტორიიდან. აი ასეთ შემთხვევაში ვიღაცას შეერა ეს და ან ეშინია. საქართველოს მთავრობა პირდაპირ გეტყვით დაშინდა. არც ისე დიდი ხნის წინ, რამოდენიმე თვის წინ რა გვარია ეს წერები რო აქვს ერთი იქ აი იმან გააჟღერა რომ მოახდენს საქართველოს მთავრობა რატიფიკაციას ამ იმისა და მაშინათვე წამოყვეს ამათ თავი და შეჩერდა ეს ვინა გვინჯილია ხო? არა ის ქართული არის არ არის ხო შემობატონა და ხო და შეწყვიტეს მე დაშინდა პარლამენტი იმიტომ რომ პარლამენტის თავკაცი სპიკერი რო იყოს ენის მცოდნე არ დაშინდებოდა მაგრამ იმან ეს არ იცის და რა კი არ იცის ამ მცოდნის მიხედვით და კიდევ 1000 პრობლემაა 1000 ოპოზიცია და კიდევ ეს არ დავიპირისპიროთ მით უმეტეს არჩევნების წინა და შეჩერდნენ თორემ შეიძლება გშველოდა რამე და რატიფიკაცია მომხდარიყო რატიფიკაცია რომ მოხდება სახელმწიფო ვალდებული იქნება ეს ენები დაიცვას ახლა შეაყარეს თვითონ პატრიარქს თავის საკვირაო გამოსვლაში ერთხელ მეორედ რომ ვიღაცები მეგრულს ენას ეძახიან და ამითო მე ერთი ნაბიჯი ხდება იმამდეო მე ბიბლიის თარგმნა როგორ შეიძლება ღვთისმსახური იყოს კაცი რომელიც წინააღმდეგია მაშინ მეასებს რომ საკეთს როგორ შეიძლება იყოს ღვთისმსახური მით უმეტეს პირველი მეორე მესამე პირი იერარქიის მიხედვით კაცი რომელიც იოსე ქრისტეს დავალებას არ ასრულებს იოსე ქრისტემ სულთმოფენობისას განაცხადა რომ ბიბლია ითარგმნოს ყველა ენაზე შენ რა სატანა ხო არ ხარ იქ შეპარული ღვთისმეტყველებაში ტაძარში მე ამას ილიას მიმართ არ ვამბობ მაგრამ ვამბობ თხილად რომ იყოს იმისათვის მე წერილობითაც ვაპირებ მივწერო რომ იყავს ბუდე ანანია ჯაფარიძის მეშვეობით რომელიც არის სატანა მან იცის ანანია ჯაფარიძემ თქვენ წარმოიდგინეთ რა იცის მოიყვანა მე-17 საუკუნის სინას მთაზე მოღვაწე ბერის წმინდანის ციტატა რომ თურმე იოსე ქრისტეს დედა ღვთისმშობელი მარიამი წმინდა მარიამი თავის ღვთიურ პირმშოს აკვანში მწოლიარეს უმღეროდა ნინენას კოლხურ ნინენას და ასე დროს ამბობს კოლხური ენა არ არსებობს ესე ქრისტეს დედა ყოფილა კოლხი მე აქ პირდაპირ მიწერია რომ მეგრული არის უთავდაპირველესი ენა და რომ ის არის სწორედაც დიდი წმინდანებისა და ღმერთების რამაძებს საფუძველს აქამდე მიაჩნდათ რომ ენის ასაკი ითვლის დაახლოებით 1 მილიონ წელს ვინაიდან ადამიანის ასაკს ითვლიდან ამდენი წელისას მაგრამ აგერ ბოლნისში აღმოჩნდა 1,800,000 წლის ასაკის ორი ადამიანის ნეშტი და აღდგენის შედეგად ესენი აღმოჩნდნენ კავკასიური რასის და ამიტომ გერმანელმა სპეციალისტებმა
პირობითად მზეზვა და მზია შეარქვეს. მასიმე 2 მილიონი წლის წინ ჩვენს მიწა-წყალზე სახლებულა ადამიანი. ვინ უნდა ყოფილიყო ისევ ჩვენი ხალხი. შეიძლება არ იყო, მაგრამ ამაზეც მოგახსენებთ იყო თუ არა, ქვემოთ. შემდეგ ეს იცის ნინენას უმღეროდა. იქაც და დღემდე მის სამღერი არსებობს. აი თვით რა ქვიან კათოლიკურ ეკლესიაშიც კი ეს ამ ნინენას მის აციშვილმა არ არის რა არის და თურმე აი ვისი საგალობელი ყოფილა. როდის იყო კოლხი რუსულ ენაზე ხო არ უმღერებდა ან ფრანგულზე ან თუნდაც სხვა ენაზე. იმღერებდა ნანაზე სიმღერას, დედაზე სიმღერას, ნინენას სწორედ საკუთარ ენას. წმინდა ნინო კაბადოკიელი, წმინდა გიორგი კაბადოკიელი, წმინდა გიორგი კაბადოკიელი თითქმის ტოლი იოსე ქრისტესი, არა? ასეა მიღებული და ყველაზე მეტი მისი ტაძარია საქართველოში და მსოფლიოშიც. ხო შემობატა. აი კაბადოკიელი იმ დროს ყველა ვინც სახლობდა კაბადოკიაში აღმოჩნდა იყო კოლხები იყვნენ. რატომ არ ითარგმნა ბიბლიაო? იმიტომ არ ითარგმნა რომ კოლხურ ენაზე მოვიდნენ აქ. ანდრია პირველ წოდებული და სიმონ კანანიელი და მერე ნინო წმინდა თავისთავად და იქადაკეს რა ენაზეც იყო ეს ბიბლია შექმნილი. აი ეს, აი ამი აქამდეა. მერე აბა 5545 ენაა დედამიწის ზურგზე და რომელ ენაში ქვია ადამის ნაშიას ადამიანი. არსა. ჩელოვეკ და კიდევ სხვა. ხო? ადამიანი, ის სახელი რომელიც ღმერთმა შეარქვა. ამიტომა და ენის ლექსიკის სიმდიდრე ნიშნავს იმას, რომ მისი უძველესობა როგორია, იმასაც აღნიშნავს ეს. სიმდიდრეა, როგორ ღრმად შეისწავლა მას საგანთა სამყარო. აი ამის აღნიშნელია და ამავე დროს რამდენად სიზველის ენასთან გვაქვს საქმე, იმას აღნიშნავს. ეს ენათმეცნიერების მიერ არის აღიარებული, მე ამაში არაფერს არ შევიტან ცვლილებას. ხო შემობატონო და თუ ასეა მაშინ ყველაზე მდიდარი ლექსიკა, ესე იგი მეგრული იგივე კოლხური ენა, მისი უშუალო გაგრძელება, ამავე დროს იგივე შეიძლება ითქვას წინარე ქართული, პრექართული თუ პროტოქართული, იგივე იაფეტური ენა, ან და ყოველ შემთხვევაში იქიდან მომდინარე სხვა ქართულ ენებთან ერთად ენა გახლავთ, ანუ ადამის ენა, ადამიანური ენა, ადამიანის ენა გახლავთ. ამაშია საქმე. აი იმ ადამიანის ენა რომ არის დიდი ღმერთებისა და წმინდანების ენა, იმან ჩააგონა შეიძლება ბატონი მამათი ძაძამია და ქალბატონი ცირა ძაძამია, რომ ამ ენისთვის პატარა სამსახური გაგვეწია. ისევე როგორც თავის დროზე ხო არ შევადარებ ასეთ კრეხელობას როგორ დაუშვებ, მაგრამ დედა მის მარიამ ღვთისმშობელს დააკისრა მან საქართველოს დედობა და ღვთისმშობლის ქვეყანა რომ ეწოდება საქართველოს მსგავსად იმისა, ერთი პატარა მოსამსახურე ჩვენი სახით მან წარუდგინა საზოგადოებას, მე ასე მგონია, ამაში გადაჭარბებული არ არის და მოგვცა მარტო ის ფაქტი. დავანებოთ ყველაფერს დავიდვით. არსებობს ენის ლექსიკის, კერძო ზნური ფონდის აღრიცხვის, ანუ ლექსიკონი, ზნურფუძეთა ლექსიკონი. ქართული არსებობს ასეთი. გოგოლაშვილი და კიდევ 2 კაცის თანავტორობით. პატარა წიგნია. მაგრამ ის აბსოლუტურად არ შეედრება ჩვენსას. იმის მიხედვით რომ დაგვეწერა 1000 ტომი იქნება ვერ წაიკითხავდა. მარტო ის რამ ჩაგვაფიქრებინა, როგორ შევძელით ჩვენ მოგვემზადებინა ის ამბავი, რომ აი ამაში შესაძლებელი ყოფილიყო საშუალო დამოკითხულიყო 573 სიტყვა. და თქვენ როგორ ფიქრობთ? ამაზე ნიადაგი მოვამზადე. შევთმენით ყველაფერი. ესე იგი, დავახვავეთ აი ამ 20 ტომეულზე და ამ ბოლო თვეებში დასწნენ ჩემი ქალიშვილი და ია და ბესარიონი, ვაჟიშვილი, ხო და დღეში 100 ათასობით სიტყვას არ ფიქსირებდნენ. არა და ვის შეუძლია მაგის დაფიქსირება. მაგრამ ჩვენ მედაცინა ვაწვდით მათ ისეთ მასალას, რომ მათ ეს ტექნოლოგია ისეთაირად დამუშავებული ქონდა, რომ ერთი თითის დაკვით ერთი გვერდი იწერება. აბა, როგორც სხვანაირად ვინ გააკეთებს მაგას? კომპიუტერი კი არა, მაგრამ მე
ან ცირას რო დღეს რომ თხოვოთ ახლა თქვენ დამიწერეთ ერთი ამ სიტყვიდან დაწყებული რამდენი სიტყვა შეგიძლიათ 1 საათში დაწეროთ 100,000 სიტყვას 200,000-მდე დავწერდა ერთი შეცდომა ალფავიტის მიხედვით თუ ვინმე მიპოვოს მაშინ მითხრას რომ მე ვარ ენათმეცნიერი და შენ არ გიჯერებ ან და ასეთი მაგალითიც გავშლი ნებისმიერ გვერდს ამ 7-ტომეულიდან იმ 20-ტომეულიდან აგერ ასეთი სმურფუძეთა ლექსიკონი რომ არის ნებისმიერ ენათმეცნიერს ვეტყვი შევთავაზებ აი 4 ტომი 4-ვე სადაც 2500 გვერდია ნებისმიერი გვერდი შეარჩიე რამდენი ხანიც გენებოთ იმუშავე მე დაკეცე ეს მობძანდი ჩემთან და დამიწერე რაც არის ერთ გვერდზე მოცემული შენ ისე როგორც მე მას დაწერი ვერ დამიწერს ვერ დამიწერს როგორც ჩვენ გვაქვს დაწერილი აი ამიტომ ახლა გავაგზავნოთ ის ჩემიანებიც მოიხმოთ და იმათთან ერთად ორიოდე სიტყვას ვიტყვი და მოვჩები ალბათ მაგრამ მანამდე აი კიდევ რა შეიძლება დავცინო ადრე ნუ ენათმეცნიერებაში არის ასეთი გამოთქმა ადრე იყო სხვადასხვა ჩიქობავა ამბობს და სხვაებიც რომ ენათმეცნიერებას ნამდვილი ჭეშმარიტი ენათმეცნიერება მას შემდგომ გვაჩნია რაც შედარებით ისტორიული ენათმეცნიერება ისაო და ამის ავტორები სოსიური და ვინც არიან იშველიებენ ამათ დაუშვათ ხო და მაგრამ შედარებით ენათმეცნიერება რას ნიშნავს ესე იგი ერთი ენის ენაცემი მეორეს უნდა შეადარო მაგრამ როგორ შეადარებ შენ შეადარებ დაუშვათ დამწერლობიანი ენებს და შეადარებ დამწერლობა 2500 წლის რო გაქვს აქედან მაგრამ იმის იქნას რა შეადარებ პრაქტიკულად შედარებით ისტორიული ენათმეცნიერება იყო ჰაერზე გამოკიდებული და ჩვენში სპეციალური დარგი არის ჩიქობავა ხელმძღვანელობდა ჩემობად მაგრამ აგერ მამანტი და ცირაძაზამიევის მიერ ცირის ზირამდე რომ არის ჩაძიებული ნებისმიერი ენის ნებისმიერი პერიოდის პირველი სიტყვა როგორ წარმოიშვიდა იქიდან დაწყებული შედარება შეგიძლია ყველას აი ეს არის უკვე შედარებითი ენათმეცნიერება და აქედან შეგიძლია ფუტკარაძეს და მის ამსონებს ისიც კი არა აქვთ გააზრებული რომ შედარებით ისტორიული მეგრული და ამ ენების თვის ენის სტატუსის ართმევით ფაქტიურად საქართველოში შედარებით ისტორიული ენათმეცნიერებას რო უთხრიან ძირს ესეც არიციან მათ მეგრული ენა არისო და სვანურიც ჭანურიც ისეთივე დიალექტი ქართულისა როგორიც არის გურული ქართული კახური შაური იმერული და ასე შემდგომ სულ 16 დიალექტი აბა მე დავუსვამ კითხვას ნებისმიერ მესამე კლასელ საშუალო დონეზე მოსწავლეს და თუ ვერ მიპასუხებს და ენათმეცნიერებას ამტკიცებს მეგრული ასევე სხვა ქართული ენები რომ ენა არ იყოს და ისეთივე დიალექტი იყოს როგორც აი ესენი როგორ შეიძლება მეგრული და ქართული ერთმანეთში ითარგმნოს როგორ შეიძლება დაიწეროს მეგრო-ქართული ლექსიკონი რატო არ შეიძლება დაიწეროს მაშინ კახურ-ქართული გურულ-ქართული იმერულ-ქართული ან ქართულ-ქართული არ არსებობს იმიტომ რომ არ არსებობს ის არ არის ენა შემდეგ რომ ასე იყოს აი როგორც ისინი ვიმტკიცებენ რატომ სჭირდება მეგრელს სვანს და ლას სწავლა ქართულისა და რატო არ სჭირდება კახელს იმერელს გურულს შემდეგ აბა ქართულში ქონიათ შემოძმაო ჩვენი 8 ტომეულის მიხედვით 113,000 სიტყვა 200 იყოს 300,000 იყოს შეიძლება კი მილიარდ ნახევარი თითქმის სიტყვა თუნდაც 1 მილიონი სიტყვის მქონე ენა იყოს დიალექტი ენისა რომელიც 100,000 ან 200,000 სიტყვას მოიცავს იგისაა დიალექტი და შეიძლება ჯერ ერთი ახლა ბოლოს ქართული ენა რუსკი язык რა ქვია რუსულად მეტყველებას язык არა რა ქვია სამეტყველო ძირითად ორგანოს язык ერთილეგივე არ არის ქართულად ნინა მეგრულად მარგალურ ნინა ქართულ მარგალურ ნინას თვითონ მეტყვე აბა კახურ ნინა მუჭი ენა თუ სხვა ენის გარდა სხვა არის კახურში
რა გააჩნია ერთი იმერელია და იმერელ იმას თავისი მეტყველებისათვის რა მნიშვნელობა გააჩნია იმას ფუტკარაძეს სვანური როგორ არის ბატონო? სვანური ენის ამბავი როგორ არის? სვანური ენის ამბავი, სვანური არის იმის იმისი არნოლდ ჩიკობავას უფრო მომდინარეობს ეს ყიფში მაპატიეთ ნიკო მარი და არის კოლხურისა და ის რა ქვიან ადიღეურის ნაერთიო მაგრამ მე ცოტა მაღაზე ვერ ეს არის კოლხურის მომდინარეობს მე მაინც ამას ვამბა ეს არ დამავიწყოთ რა ამაზე გავისა კოლხური და ამაზე მომდინარეობა ასაკს ენის ამაზე ასაკს არ დამავიწყეს დამთავრებამდე გთხოვთ კოლხურთან ახლოს არის ეს კოლხურთან მაგრამ იმდენად არის ახლოს რამდენადაც კოლხური არის იაფეტურის იაფეტურიდან მომდინარეობს ისიც იაფეტური ენა აი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მაინც საინტერესო თქვენ წარმოიდგინეთ მეგრულში ხომ თქვი მე რომ 1 მილიარდ 407 მილიონი სიტყვა გქონია და აქედან 500 მილიონი ვთქვათ დავანებოთ დანარჩენს 500 მილიონი სიტყვა ეს 500 მილიონი სიტყვა როგორც მოგახსენეთ არის წარმოშობილი 6652 ძირისეული ფორმიდან მაგრამ აქედან ხმაბაძვითია მხოლოდ 1869 ძირი და ამ 1969 ძირზეა დამყარებული ამ მილიარდ 407 მილიონი სიტყვის 99.9 და კიდევ 9 გაგრძელდება პროცენტი და ძალიან უმნიშვნელო ნაწილია დანარჩენ ცოტა ხმამაღლა პარაკობა რა ძალიან ისა დანარჩენ ცოტა ნაწილია ესე იგი არახმაბაძვითობა იმდენად აქვს ხმაბაძვით ფორმებს გახმოვანების აფიქსაციის უნარი მეგრულში ესე იგი უამრავი აფიქსი გვაქვს 86-ის მნისინი გვაქვს 75 პირველადი საწყისისეული სუფიქსი ასევე ძახი გვაქვს შემდეგ 333 მეორეული საწყისის სუფიქსი მიემატება მას პრეფიქსები მიემატება ინფიქსები და ესე იგი სხვა ის არის ბუნებაში საგანთა სიმრავლე ხომ აურაცხელია მით უფრო აურაცხელია საგანთა ნიშანთვისებების სიმრავლე და ასევე საგანთა გაადგილებანი ერთმანეთისაგან და სამყაროში ყველაფერი ეს უნდა აღერიცხა ენას აღეწერა და მეგრულმა საბედნიეროდ ჩვენ და საბედნიეროდ ეს აღწერა ისევე მან წარმოადგინა საგანთა სამყარო როგორც ისე იგი არის აღწერილობითია ინი გვინჯღინანც არავის არ შეუძლია გამოთქვას ასე გვინჯღანი ანუ დაბალი ჩია და აი ასეთი მის მიერ იესახით შიგ მიღთ და აღმით ესე ქვებით ზის არავის არ შეუძლია აი ინკორპორაცია გააკეთა ასეთი არაჩვეულებრივი შეხამება გააკეთა და აღწერა ახლა რა გამომივიდა შევადარე ქართულ მეგრულში ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ასაკს ქართულ მეგრულში ურთიერთგაგებინების დონე ყოველთვის არის გამომხატველი ენათა მონათესავეობისა სხვა ნიშნებიც არის მაგრამ ახლა ამაზე შევჩერდეთ 14% მე ადრე გადავამოწმე და აღმოჩნდა რომ მართალია ნებისმიერ ქართული ტექსტი წაიკითხო 14%-ს გაიგებს მეგრელი რომელმაც ქართული შეიძლება არ იცოდეს ეს ძველი ამბავია მაგრამ მაინც თქვა ხო გაიგებს მაინც მაგრამ ახლა ეს იმ 100,000 თუ 150 თუ 200,000 სიტყვიდან შემიძლია მე გავიგო მილიარდ ნახევარი სიტყვის მქონე მაგრამ ჩემ მილიარდ ნახევარი სიტყვიდან რამდენს გაიგებს საკუთრივ ქართველი ძალიან ცოტა პროცენტს ძალიან ცოტა პროცენტს მაგრამ რა აღმოჩნდა იმ 6652 ძირისეული თანხმოვნური ფორმიდან ხმაბაძვითი რომ არის 1869 ძირი ხმაბაძვითი ფორმებიდან მხოლოდ და მხოლოდ 25 ძირი ყოფილა ქართულშიაც იგივე მეტი არა და ისიც აი ბუზი როგორ 2 და 5 იმას სიტყვას იძლევა და 20 მეტრს არა და ასე შემდგომ მეგრული უამრავს რა გამოდის ამაფიქრა ძალიან ვიღაცამ ტერმა არის სარგებლოს ჩვენი გამოკვლევებით და არ თქვას რომ ქართული და მეგრული სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხი და ენებია
სხვადასხვა გენეტიკური წარმომავლობისა. ამას აი ის კაცი იტყვის, ვინც კავკასიონზე როგორც მოგახსენეთ, აი ეს ამის თქმა შეუძლია, იმიტომ ჩვენ ამის დამტკიცება არავის არ უჭერს, ჰაბიტუსიდან დაწყებული ყველაფერი. მაგრამ მაინც დამაფიქრე. რა შესაქმე? ესე, მაგრამ მეორე რა გამო, ესე იგი, ხმაბაძვითი ფორმების მიხედვით ყოფილა ასე მცირე. აბა სხვა ფორმების მიხედვით არა ხმაბაძვითის 70.1% ერთ და იგივე გქონია. ტვინი. ყური, უჯი, მაინც ერთნაირია, თოლი, თვალი, სისხლი, ზისხლი, ხორცი და ასე შემდეგ. ესე იგი, არა ხმაბაძვითი მეორეული მოვლენა რო იყო საგრანთა სახელქმევისა. აი იქიდან აი ეს სიტყვები მეგრულსა და ქართულში ერთიანი წარმომავლობისა ქონია 70%-ზე მეტი. მაგრამ პირველადი, როცა ენა ავიდგით, მაშინდელი სიტყვები ქონია მხოლოდ 25 ერთიანი ძირი. აი რომელი ესენი? გურგვინვა, გურგირი, ყაყალი, ყიყინი, ყროყინი, ყრყინი და ასეთები. დანარჩენი არა ის გვინჯღალი, სირღალი, ბირღალი და ასე არ არის. აი მათგან წარმოშობილი უამრავი სიტყვები გვაქვს ჩვენ. მაგრამ რას ნიშნავს ეს? აი რა ვიფიქრეთ ამასთან დაკავშირებით. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ენათმეცნიერებაში მიღებულია ასეთი რამე. ენის ასაკი, საერთოდ ენის, ზოგადად ენის ასაკი 1 მილიონამდე ითვლებოდა. ეს მოიხსნა რა? რომ ადამიანია ის ნეანდერტალელა გარდაუმტკიცებია თან სხვა რამ, ადამიანი მსგავს მაიმუნად და სხვა. ესე იგი ადამიანად ის მეტყველია უკვე. და ის ნიშნები რაც ადამიანს აქვს და ამიტომაა ის ადამიანი. ესე იგი 2 მილიონი წლის წინ ადამიანი აქ არსებობდა. საქართველოს დღევანდელ საქართველოს მიწაწყალს. რას ნიშნავს ეს, რომ პირველადი სიტყვები სულ ცოტა გვაქვს. რატომ ეს მეორე? ხომ არ ნიშნავს ეს, დავშვით ჩვენს თავს კითხვა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თავდაპირველად ადამიანები, აი პირველყოფილი, ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ ერთ გარკვეულ დროში, ათასობით წლების განმანძილზე, მაგრამ მაინც ერთ გარკვეულ მონაკვეთზე. შემდგომ დაიშალდნენ, მოედვნენ სხვადასხვა კუთხეს, სხვადასხვა ადგილს, მაგრამ მერე რაღაცა მანქანით გადარჩენილი ნაწილები ისევ თავი მოყრილი აღმოჩნდა და ერთად განაგრძეს ერთიანი ენის შექმნა. მანამდე უკვე შექმნეს სხვადასხვა ენები. ხომ არ არის ეს ასე თქვა ვიფიქრეთ. აბა რატო არ არის თავიდან ის გენეტიკურად ის პირველადი ხმაბაძვითია პირველი. ხმაბაძვის გარეშე საარტიკულაციო ბაზისი არ წარმოიქმნებოდა. ჩვენი მთავარი მიგნება, აი გამომსჭა თურმე როგორც ხედავთ, ის არის რომ რამ წარმოქმნა საარტიკულაციო ბაზისი. საწარმოთმო ჩვევა. საქმე იმაშია, ჩვენ მე ერთი კითხვას დავტოვე. ესე გუგული ყველგან ერთნაირად იძახის, რატომ არ თქვა იგივე? იმიტომ რომ თურმე ერთნაირად კი არ ესმის ერთ და იგივე გუგული, სახელი ჩვენ გვესმის როგორც გუგულ, მაგრამ სლავებს ესმოდათ როგორც კუკუ. კუკუ. აი ჩვენ ის ბგერა რომელიც ჩვენ ჭუთი გვესმის სლავებს და ინდოევროპელებს არასოდეს გავგონია ჭუთი ის ესმით როგორც ჩუ. ამიტომ ჩირიკანიე იტყვის რუსი და ჭიკჭიკი ვამბობ ჩვენ ჭურხული მეგრულად. ჭიჭიკო დაიძახეო რომ რუს მილიარდი მისე არ ვერ დაგიძახეს, იმიტომ რომ მას არ ესმის. აი ამაშიც დამეხმარა ეს ჩვეულებრივი რუსულად ცხოვრება. ჩაი საბჭოთა მეურნეობაში ამოვიდნენ ერთხელ მგზავრობ მანქანით. ამოვიდნენ რუსები და ჩვენებური ხალხი. ხო და ეს ერთი რუსი სულ ამას მიმართავს სახე ჩიჩიკო. მე ვთხარი და რა ჩიჩიკო დაიჩემე მეთქი ჭიჭიკოს რატო არ ეძახე ამ კაცი? ჩიჩიკო ხო მუჭო ჩიჩიკო გესმის შენ მეთქი თუ ჭიჭიკო ხო პაჩტი რატომ მეთქი მეუბნები არა ვიმარდა ჭიჭიკო აუ რასაც მეუბნები იმას ვამბობ მე მანამდე მე ხო კი მქონდა ეს დაწერილი მქონდა რომ ესე იგი სმენადობის განსხვავებულობის გამო მოხდა ეს მეთქი, მაგრამ ამ კაცმა კვერი და როგორ ვიფიქრებდი რომ დღესაც ესმის და ჭარ ესმის რუსს. არის. აი წარმოიდგინეთ. არტიკულაციისათვის მაგრამ ესე იგი მრავალათასწლოვანმა მიმბაძველობამ შესაბამისი საწარმოთმო ჩვევა, შესაბამისი გერების წარმოთქვა და ესაა გერათი განსხვავება სხვადასხვა ენებს შორის. აი ეს კითხვაც რომ ამოვწუროთ ჩვენ. და აი წარმოიდგინეთ, თანამედროვე ენების ასაკი მოიცავსო 1000-მდე წელს. ხოლო ქართველურისა, მეგრულის, სვანურის და ჭანურის 5000-მდე წელს, 4000 წელს. არა
მეგრულ ენაში თავდაპირველი მეტყველების ფონეტიკური თავდასაბამის მასალა შემონახული. დღემდე ამან მოხდა შესაძლებლობა ენის არა მხოლოდ მოცემული ენის, არამედ ზოგადად ამ საერთოდ ენის, ყველა ენის, ანუ ესე იგი სხვადასხვა ენის წარმოშობის საფუძვლების პოვნირების პირობა ამ ენის ლექსიკის შესწავლამ. მასასადამე, საიდან მომდინარე ენა ყოფილა, მეგრული ენა კიდევ დავაკელი არა წინა საუბარს ეს. ესე იგი ადამიანი, ადამიანის როლი პირადად ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც დედამიწაზე გაჩნდა ერთადერთი ენა. სხვათა შორის არნოლდ ჩიქობავა იყო იმის მომხრე, რომ სხვადასხვა დროს შეიძლება გაჩენილიყო და სხვადასხვა ენა. არც მაგრამ ბიბლია წერს, რომ ერთი ენა გაჩნდა და მერე დაიშალა. რა ვუყოთ ამას? მამანტი და ცენა ძაძამიები ამას ძალიან იოლად ულია. იმიტომ რომ აი ეგივე რაც ახლა ვთქვი. ყველა ენა გაჩნდა ბუნების ენისაგან. ბუნებაში მოცემული ბგერებისაგან. ბუნებაში მოცემული ბგერების ადამიანის რეპროდუქცია, ანუ ერთი ენისაგან გაჩნდა ბუნების ენისაგან. დედამიწა და ბიბლიაში სავსებით სწორად ჩაიწერა, რომ ერთი ენისაგან გაჩნდა ადამიანი. ოღონდ შემენადობა სხვადასხვა. მაგრამ აი მასალა, როგორც მუხის მასალისგან თუ აქ ყველაფერი დაუშვათ, ისევეა ენა ერთი მასალისაგან და ეს არის ბუნების ენა. ხატის გვერდით მიდევს მას შეტომოვილი და დიდი მადლობა. ხატთან ერთად ეძვას მევაწევი იმ შეტომოვილსაც. ეს იმიტომ რომ მოვა დრო ახლა წიგნის სათაურია მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვის წარმომავლობა. ისეთი მესკინების გამოშვება დისერტაციას დაგვიწერს და იტყვის მსოფლიო ენების წარმომავლობა მეგრული კოლხური ენის მიხედვით. იქნება ეს დღეს დადგება, მაგრამ შორეულ მომავალში. ნიკო მარი ამბობდა, რომ იაფეტური ენა არის მსოფლიო ენების დედა ენა. რომ ყველა ენა წარმოშობილია იაფეტური ენიდანო და იმამდე რისკამდე მე არ გავსულვარ, მაგრამ ახლოს არის ვითარება, რომ მსოფლიოური ენა ასეა თუ არა წარმომავლობით, წარმოშობით, ისტორიით. ესე იგი, ადრე რომ მიასწრათ ეს 10,000 წლის და ასე შემდეგ, არა ბატონო, 2 მილიონი წლის წინა წარმოშობილი საფუძველი აქვს მეგრულ ენას, იაფეტურ ენას, ქართველურ ენებს. აქ ჩვენ ყველანი დღეს შევიკრიბეთ ერთი საქმის გარშემო. ეს არის ენათმეცნიერებაში ის დიდი მიღწევა, რომელსაც საკაცობრიო ქვია და ეს გაკეთდება შეიძლება ითქვას ერთობლივი ძალით. ახლა ცოტა რთულია თქვა ერთობლივი ძალით როგორ, ახლა ერთი ტვინი მუშაობს და ყველა ერთნაირად აკეთებს ერთ და იგივე საქმეს, მაგრამ აქ არის სხეულის ერთობლიობის პრინციპით. თავი თავისას აკეთებს, ხელი ხელისას, მამა ერთ საქმეს რო აკეთებს, შვილი მეორე შვილი მესამეს, ცირა მაინც მეცნიერება და დოქტორი ამ დარგში და ის თავისი კუთხით როგორც ენათმეცნიერი ისე მონაწილეობს და აკეთებს, მაგრამ დანარჩენი შვილების თუნდაც ჩემი სიძის ამათი მუშაობა ამ სფეროში ხდება როგორ? ესე იგი კომპიუტერული უზრუნველყოფა ბესოსა და იას და ირაკლიების რომ არა ამათი ასეთი განსაკუთრებული ძალისხმევა 1-2 წელიწადნახევარი თუ 3 მაინც როგორც იტყვიან ფიზიკური მუშაობა რო იტყვიან ეს მოინდომა ამ სამუშაომეს რაც შეიძლება 7 ტომეულს, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ 20 ტომეული დღეს დამთავრდა. 20 ტომეულის კომპიუტერული ვერსია დღეს მზად რო არის ისევ ამ ახალგაზრდების დაუღალავი შრომის შედეგია ეს. კი მიმართულება ერთია რაღაცა, მაგრამ ამისი ხორცს შესხმა უკვე ამ ახალგაზრდებზეა და ამათ რო იტყვიან ლომის წლილი მიუძღვით ამ საქმეში. მათ დაწერეს ისეთი წიგნი, რომელიც მეგრული ენის ლექსიკას და მის თელს ისტორიას აღნიშნავს. 7 ტომეული უკვე გამოიცა, რომლის ავტორები არიან თავად მამანტი ძაძამია, ქალბატონი ცირა ძაძამია და ბატონი ვლადიმერ ვახანი. ეს წიგნი არის იშვიათობა, რომლის გავსი ჯერ არ გამოცემულა საერთოდ ქვეყნის წინამძღოლში. რა ვქნა ახლა მამანტი ძაძამია ისევ აგზელებს თავის საქმიანობას, უკვე გამოცემული აქვს 20 ტომეული, ეს არის უკვე
ლექსიკონი, მეგრულ ქართული ლექსიკონი ალბათ, ასე არ ქვია ბატონო. ოდა ის მისი ნათქვამია მადა ჭამაში მოდის, მაგრამ მამანთან მიმართებაში მადა წერაში მოდის. და ის არ ისვენებს მისი მოუსვენარი კალამი ისევ მუშაობს, ისევ აკეთებს საქმეებს, ისევ წერს და ეს 20 ტომეული უკვე მას შექმნილი აქვს ფაქტიურად და თავის ქალიშვილთან ერთად, რომელიც ელოდება ალბათ სპონსორის გამოჩენას და ესეც ალბათ იქნება თავის დროზე. მოვა ისეთი დრო, მისი გამოცემა არ გაჭირდება ალბათ. რა ვიცი ახლა ჩვენ უნდა მივესალმოთ ასეთ კაცს, უსურვოთ ჩამრთელობა, უსურვოთ სიკეთე, ბედნიერება და ჩვენი ქვეყნისა და ერის საამაყოდ და სარგებლოდ. ტელეკომპანია ჯიხას შემოქმედებითი ჯგუფი კიდევ ერთხელ ულოცავს მამანტი და ცირა ძაძამიებს ამ დიდ გამარჯვებას მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემის ენის წარმოშობის საკითხის შესწავლაში მიღწეულ წარმატებებს და უსურვებს ჯანის სიმართლეს.